რაო შალვა სიგარეტს ეწევი ღვინოს და ლუცს ვაო ხო სიგარეტს აღარ ვეწევი რამდენი წელია 2008 წლის შემდეგ მანამდე კარგი ორ კოლოფს ვეწევოდი 27 წელი აღარ ვეწევი სიგარეტს რაც შეეხება დალევას იყო პერიოდი როცა კარგადაც ვსვავდი კარგადაც ვთამადობდი ძველ თამადებს დიდი იმედი ჰქონდა რომ მათ შემნაცვლებელი იზრდებოდა ჩემი სახით მაგრამ ნუ სადღაც ასე 20 წელია გადავედი პურიტანულ ასკეტურ სტილზე და ავსვავ სასმე საერთოდ ავსვავ იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი არის 24 საათიანი და სულ ფორმაში უნდა იყოს და პოლიტიკოს არ აქვს უფლება საკუთარ ემოციებზე და სიტყვებაზე იზრუნოს თუ ხალხის სამსახურში ხალხმა უნდა იქეიფოს და პოლიტიკოსმა ამისთვის უნდა შექმნას შესაფერისი ამინდი და ფონი და ნიადაგი ისე როცა ღვინოს ვსვავდი მანავის მწვანე და ატენური მიყვარდა ყველაზე მეტად იმიტომ რომ ეს ყველაზე კარგი ღვინოებია მსოფლიო რეიტინგებშიც კი შემადგენლობითაც და იმ გაგებით რომ თქვა აი ბახუზე თავის ტკივილი და ესეთი სინდრომები რო იცის ამ ტანინის დატვირთულმა ღვინოებმა არც თუ ჩორჩოვას კეთილსინი რომ და არ ვიცი ახლა არის კიდე ღვინო ალბათ იქნება იმედია რომ შემოაქვთ ევროპიდან რაღაცა კონცენტრატები იმ იმას რა ქვია ბადაგონს და იმ ჩხეიძეს და კიდევ ეს რა არის ხარებას შემოაქვთ ევროპიდან აქ ხურზეს უპობენ კახელებს არის იმ კონცენტრატებით აკეთებენ ღვინოებს და აწერენ ზე მანავი კაციტელი რა ვიცი ის შიბლიანი ვიბლიანი და ეს